თუმცა მას შემდეგ რაც იმ ვითარებაში, რომელიც ჩვენ ახლა ყველამ კარგად ვიცით და არ დავიწყებ ამაზე ბევრ საუბარს, გარდაიცვალა ბატონი ზურაბი, ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ამის შემდეგ სააკაშვილმა გადაწყვიტა ყველა ღუნე ეხმარა, რათა ტელევიზიის კონტროლი მიეღო ჩემგან. თქვენ იცით რომ ტელეკომპანია მზე მეკუთვნოდა მე და როდესაც სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში 51% ამ კომპანიის მთხოვა და მივეცი. შემდეგ 59%-იც დაუთმე, მაგრამ რაც შეეხება იმედს, მაშინ რო ეთხოვა, მაშინ მზად ვიყავი, მე მგონი იმისთვისაც, რომ იმედის აქციებიც კი დამეთმო, რადგან ვიცოდი, რომ ქვეყანაში მოვიდა დემოკრატიული ნორმალური ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას სწორი გზით წაიყვანს და საერთოდ არ ვაპირებდი არავითარ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას. მაგრამ მას შემდეგ, როდესაც დავინახე, რომ ყველა ტელეკომპანია მან ჩაიგდო ხელში, მე მივხვდი რომ როგორც კი მე მას მივცემდი იმედის აქციებს, ეს ქვეყანაში დაასრულებდა ყველა იმ პროცესებს, რომლითაც ჩვენ ვემზადებოდით, დამყარდებოდა აუცილებლად დიქტატურა ქვეყანაში და თავისუფალი აზრი, თავისუფალი სიტყვა ქვეყანაში აღარ იარსებებდა. Ზუსტად ამის გამო იყო, რომ მე ფანტასტიკურ ფასად 1 მილიარდზე უფრო მეტად არ გავყიდე ეს კომპანია და ვთქვი რომ იმედი არ იყიდება მეთქი და ზუსტად ასევე ვამბობ ახლა რომ იმედი არ იყიდება და არ იყიდება არა მარტო ფულზე, არ იყიდება არც იმ შიშზე, არც იმ შანტაჟზე, რომელზეც ჩვენზე ახორციელებენ, იმედმა გაუძლო და გაუძლობს ყველაფერს, ამასაც გაუძლებს და აუცილებლად ჩვენ 5 რიცხვში მივახცევთ სერიოზულ ცვლილებებს ჩვენს ქვეყანაში და აუცილებლად დემოკრატები მოვლენ ქვეყნის ხელისუფლებაში და მას სწორი კურსით წაიყვანენ, შეცვლიან სამართალ სისტემას ქვეყნის და წაიყვანენ ქვეყანას აღორძინების გზაზე. მარტო გზებით და ფანტანებით არ გვექნება საკვე ხარი. ახლა რაც შეეხება მინდოდა ერთ თემაზე გამახველებინა ყურადღება თქვენთან, ეს არის თვითშეზღუდვა, რომელსაც მე ამ ბოლო დროს იმედის ეთერში თვალს ვადევნებ. მე მგონია და ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ იყავით ისეთივე ლაღები, როგორიც იყავით, ისეთივე სუფთები და ხალასები, როგორიც იყავით და ნურავითარ შემთხვევაში, თვით შეიზღუდებით, შეგაშინებთ ეს ხელისუფლება. ისინი ვერაფერს ვერ მიაღწევენ, სანამ იარსებებს სიმართლე და აი ამ სიმართლის ერთ-ერთი სერიოზული ძალა, როგორიც არის ტელე და რადიო კომპანია იმედი. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ვამაყობ თქვენით, უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის და მე იმედს ვიტოვებ და იმედი არ კვდება, რომ თქვენ ასევე გააგრძელებთ თქვენს ჟურნალისტურ მოღვაწეობას, როგორც ახამდე აგრძელებდით და თქვენს ერს და თქვენს ხალხს გაუწევთ იმ სამსახურს, რომელიც მას დღეს სჭირდება თქვენგან და ელოდება. ეს შეიძლება ცოტა პათოსური სიტყვებია, მე უფრო მეტად მინდოდა მეგობრული საუბარი გამოგხსნოდა, მაგრამ თან ვჩქარობ, მინდა რომ რაც შეიძლება ნაკლები დრო დაგახარჯინო და თან კიდევ, რადგან ეს მაინც მონოლოგის რეჟიმია და არა დიალოგის, ძალიან ადვილი არ არის, რომ ვთქვათ, ჩემი აზრები სხვა ფორმით გამოვთქვა. ამიტომ ამაზე ბოდიშს გიხდით. ახლა მინდა რომ აგიხსნათ ზოგიერთი მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში დღეს შეიქმნა და ჩემეული ხედვა მოგაწოდოთ, ხო? მას შემდეგ რაც გამოაშკარავდა, რომ ხელისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანის მიერ შეუკვეთა ჩემი თავი ჩეჩენ ბოევიკს მოსაკლა და ეს არის ადამიანი, ალბათ გახსოვთ ყველას, რომელმაც თავები მოაჭრა ინგლისელებს და შემდეგ თოვლზე დაალაგა 98 წელს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსასტიკესი ბოევიკი, რომელიც იმ დროს არსებობდა და ეს ყველაფერი Sunday Times-მა გამოაქვეყნა, მათ შეუკვეთეს იმ მოტივით, რომ ბადრი არის რუსეთის აგენტიო. როდესაც ამ ადამიანებმა, ვისაც შეუკვეთეს, გაიგეს, რომ მე არავითარი რუსეთის აგენტი არა ვარ და პირიქით, მაშინ მათ რა თქმა უნდა გადაწყვიტეს, რომ გამოექვეყნებინათ ეს ინფორმაცია და არ მიეცათ საშუალება, რომ სხვა ჯგუფს აეღო ასეთი შეკვეთა. თუმცა ასეთი შეკვეთები ბევრი იყო და ეს პირველი
არ არის ჩემთვის ამდენი ხნის განმავლობაში. მე მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ეს ინფორმაციები ძალიან არ გამეხმაურებინა, რადგან ჩემს იმიჯზეც იმოქმედებდა, ხო, რომ ამდენი ხალხი დაძდევს ბადრის. თუმცა ზომებს ვიღებდი გარკვეულწილად და პრევენციასაც ვაკეთებდი. აქედან გამომდინარე, როდესაც ეს ყველაფერი გამოქვეყნდა, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ სხვა გზა არ ექნებოდა თუ არა გადაეფარა ეს სხვა თემით. და რა იყო ეს სხვა თემა? ეს იყო პროვოკაცია, რომელიც სერიოზულად იყო მომზადებული იმისათვის, რომ გადაფარვის საშუალება ქონებოდათ ნებისმიერ მომენტში, როგორც კი გამოვარდებოდა რაიმე მათ საწინააღმდეგო და რო გამოვარდებოდა, ეთყობა იცოდნენ, ხო? მე ამაზე 1-3 კვირის წინ კომერსანტ ულაშშიც ვწერდი, არის ასეთი ჟურნალი, სადაც მე ყველა იმ დაგეგმულ პროვოკაციებზე ვისაუბრე, ნუ ყველაზე არაც ვიცოდი, რომელიც ამ ხელისუფლებას აქვს გაზრახული. და ერთ-ერთი პროვოკაცია იყო მოწყობილი, როდესაც ვალერი გელბახიანთან ჩაწერეს საუბარი კოდუოსი და გელბახიანის, აი ახლა მე ჩემი ვერსია მაქვს, მე უბრალოდ არ ვიცი ზუსტად როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ რამდენადაც ვიცი, რამოდენიმე ჯერ დაჟინებული მოთხოვნის შეხვედრის დაჟინებული მოთხოვნა იყო ბატონი კოდუას მხრიდან და ვალერიც შეხვდა მას. რამოდენიმე საუბარი ჰქონდათ, მათ მხოლოდ და მხოლოდ 2 გამოაქვეყნეს, ის ალბათ რომელიც მათ აწყობდათ და ახლა მე არავის არ ვიცავ, მაგრამ ერთს გეტყვით, რომ ვალერიმ რაც ისაუბრა იქ, მე მგონია, რომ ეს იყო ის რამოდენიმე საათიანი საუბრის მასთან შედეგი, რომელიც კოდუას ჰქონდა. არის ასეთი ფორმა, როდესაც ადამიანს არ წმუნებ რაღაცაში, რამოდენიმე საათის განმავლობაში, შემდეგ თვითონ დაკითხავ მას და თვითონვე იგივეს გაგიმეორებს. ნუ არ მინდა დღეს ამაზე საუბარი, იმიტომ რომ არ ვარ კონკრეტულად საქმის კურსში, მაგრამ მე მოგიყვებით იმაზე, რის საქმის კურსშიც ვარ. ვალერი გელბახიანმა მითხრა, რომ ჰქონდა კოდუასთან შეხვედრა და კოდუას მიღებული აქვს დავალება დღევანდელი ხელისუფლებისაგან, რათა 2 სატვირთო მანქანა ფალსიფიცირებული ბიულეტენები მიიტანოს და ჩაყაროს საარჩევნო ყუთებში. როგორ გააკეთებდა, რას გააკეთებდა, არ ვიცი, მაგრამ ალბათ ამისი ტექნოლოგიაც გააჩნიათ. კოდუამ მზად არის, რომ მომელაპარაკოს მე დიდი ფულის სანაცვლოდ ეს ინფორმაცია გამოამზეუროს და გახადოს სახალხო. მე რა თქმა უნდა მესმოდა, რომ ეს არის პროვოკაცია, მაგრამ 1% მაინც თუ არსებობდა შანსი იმისა, რომ ეს სიმართლე ყოფილიყო, მე რა თქმა უნდა ამას გამოვიყენებდი, იმიტომ რომ ეს თავიდან აგვაცილებდა ქვეყნის გახლეჩვას და